გადავალ თავარზე დღევანდელი დღის თემაზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად მინდოდა რომ დღეს მაინც ისეთი თამაში გველოდება წინ, რომ მაინც ისეთი სტუმარი მომეყვანა, რომელთანაც ძირითადად კვარაზე ვილაპარაკებთ, ფეხბურთზე ვილაპარაკებთ, გავიხსენებთ ყველაფერს რა და პატარ-პატარა ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამიტომაც ძალიან მაგარი კაცი ადამიანი მოვიყვანეთ ჩემი მეგობარი ნუკრი კაკილაშვილი იქნება დღეს ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა ნუკრი რომ ხარ, იმიტომ რომ ეხლა დღეს უყურებდი ზუსტად იმას რა ქვია 91 წლის ფინალს კი არა, ნუ იმ მონაკვეთს რა. ფინალს ხო? ნუ მანამ ფინალის შენ მონაკვეთს უყურებდი რომ იქ ბოლო დარასელიას გოლს და ახლა ისა გაქვს წვლილი გაქვს შეტანილი ამ გოლში რა. ამას ვეძახი მე ბლოკჩეინის ყველაზე საუკეთესო ბლოკჩეინი თუოდესმე საქართველოში რამე ბლოკი ყოფილა ხო? სპორტში ეგ არის რა. ხო და მინდა გავუშვათ ერთი წავი დაში ძალიან ახალგაზრდა ხარ შეეც რა ალბათ ერთი 20 წლის იქნები მეტის არა რა. ჩვენ საერთოდ პატარები ვიყავით მაშინ ეს 91 წელია და ნუ ალბათ ეგეთი სიხარული აი თითზე ჩამოსათვლილიც არ იქნება რაც მაშინ თქვენ ჩვენ სიხარული გვაჭუქეთ და მინდა რომ გავიხსენოთ ეს შენი ამბავი რა და თქვენი საერთოდ ამ გოლის შესახებ რა ყველაფერი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის საქართველოს ისტორიაში რა. Цель привести к поражению Тбилиси, Кипьяни. Тараселия. Вошел в штрафную, ну может быть, обвел второго, удар ворота, гол! 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 Виталий Тараселия за 3,5 минут до конца встречи забивает мяч в ворота Карлсбейса. 2-1. Вот великолепно двух обвел и низом правый нижний от вратаря угол. Виталий Тараселия выводит вперед динамовцев Тбилиси. ხო და აი ძალიან კარგად ჩანს რა ეს პრინციპში რო არა შენ უსწრებდა რა ეს აშიტნიკი დარასელიას რა. რა ქვია დამცველი რა და ну ისეთი ლომის წვლილი გაქვს შეტანილი მოკლედ ამ მოგებაში როგორც მე თუ მკითხავ რა. გემადლო მინდა მოგახსენო გითხრა შენ მოწვევისთვის